გამარჯობათ, მე ვარ გიორგი. მინდა მოგიყვეთ ანეკდოტი. ძველი ანეკდოტი არის. ეხლა გამახსენდა და მინდა მოგიყვეთ, სამი ეროვნების პიროვნება არის, რომელსაც აქვთ სიკვდილი მისჯილი და ერთ-ერთი არის ქართველი. დანარჩენებს არ დავასახელებ ახლა, ხოდა. ესეთი პირობა აქვთ ამ მიმართ სიკვდილ მისჯილებს, რომ სამ ძაღლს მიუყვანებენ ყველა სათითაოს, რომელიც ლაპარაკს ასწავლის ძაღლს საუბარს, ხო? იმათ მოუხსნიან ამ სიკვდილის მისჯას და დანარჩენს მოკლავენ, ხოდა. არიან ახლა ოთახებში სამივე და ყავთ ძაღლები შინი და ამ ადამიანებს დაურიგებენ ყველაფერს საკვები თუ რამე არის ძაღლისთვის სასიამოვნო ძვალი იგინა, ხორცი იგინა, თუ რამეა ყველაფერი არის კალბას არ არის პრობლემა საჭმელი, ოღონ ლაპარაკი ასწავლონ ძაღლს. და ახლა აქ რამოდენიმე დრო, ახლა ერთი კვირა ალბათ დაახლოებით და გავა ეს ერთი კვირა და უკვე შედიან სამოწმებლად ვინ ასწავლა ძაღლს ლაპარაკი. და ერთთან შევლიან, ერთ-ერთი არის უცხო ისკი. ხო და ლაპარაკიანიო ძაღლს ასწავლე ლაპარაკიო. და ეს ახლა მე უშნება ვერ ვასწავლეო და ძაღლს შეხედავენ არის გასუქებული, კაი ნაჭამნასვამი. ყველაფერი აჭამა რაც მიცა, რაც ქონა რა საშუალება, ოღონ ესაუბრა, ლაპარაკი ესწავლა, ყველაფერი აჭამა და ძაღლი გასუქდა, არის 200 კილო გახდა. მაგრამ ლაპარაკი ერთი სიტყვა ყებს იყეფა ცეზარება, ისე გასუქდა და ისი არის ნაჭამნასვამი, მაცხარი რომ ყეფა ცეზარება. მოკლავენ ახლა სხვა ასე არის ის კანონი წესი, რომ თუ ლაპარაკს ვერ ასწავლი, უნდა მოკლა. სიკვდილი აქვს მისჯილი ასე. ახლა მეორესთან მივლიან, მეორეს ოთახში შევლიან ახლა. ესეც უცხოელი არის, სხვა ახლა რომელ ქვეყანას არ დავასახელებ. იმასთანაც ანალოგიური ეს ძაღლი არის, კაი გასუქებული, ნაჭამნასვამი, წამოწოლილი, ხო და ენა გადმოგდებული და ლაპარაკიან ვერ ასწავლა, მამასაც მოკლავენ ახლა მეორეს. ქართველთან მივლიან ახლა და სანამ მივლიან ახლა ოთახი ხო არის ეს ცალკე ხო არიან გამოყოფილი ოთახში შიგნით. კარებთან რომ მიდიან ისმის ხმა რაღაცა გინება, შენი დედაო, საკონელო, შეღორო, რაღაცა ისმის ლაპარაკის ხმა ისმის წყევლაკულის გინების, ხო და დაინტერესენ ალბათ ეს აგინებს ძაღლს აგინებს შენი გულიზე ალბათ უნდა მოუკლეანო ან რაღაცა ისე ლაპარაკი რო ვერ ასწავლა ალბათ არის გაბრაზებული და ამ ძაღლს აგინებს და ეჭხუბება. გააღებენ ახლა ოთახს, კარებს შევლიან შინი და ეს ქართველი არის კაი მომატებული, კაი ნაჭამნასვამი და ეს ძაღლი არის ძვალი და ტყაი და ასე გოდი ისკიანი და თან აგინებს ამ ქართველს. საკონელო შეღორო ერთი ნაჭერი, ერთი ძვალი მაინც დამიგდენ, მომკალებს შერი შენი და აგინებს ძაღლი აგინებს. გადარჩება ასე ქართველი ლაპარაკი ასწავლა ძაღლს. იმედია მოგეწონათ ეს ჩემი ანეკდოტი. გამოიწერეთ ჩემი არხი და კიდევ უკეთესებს დავდებ. მადლობა.